თვითონ მომიტანა მეუღლის პირადი მეუღლის იყო მეუღლე მე ჩემი პირადობა დამამწყდა და წამოვიღე მეუღლის. შეეშალა თვითონ მასაც, რო შევხედე ვიზუალურად გავდა, ვიზუალურად მიამსგავს და კაცის მომწესრიგებელი. არა, აშკარად გავდა, ხდება ნახეთ თქვენ ვიყო. ამის შემდეგ რომ მოაწერა ხილდა მარტივება გავუკეთებ, თხოვეთ რომ იქა ბიზნეს მოატანოთ თქვენ პირადობა და ხმის სისტემას მოგდა. არა, მე ვერ მოვატანებ ვერავის საფი არავინ არ არის და მეუღლე არის რომ შეუძლოთ თუ ის სახში ანუ გადასადავხურცეც არის პარპალო ჩაწერილი მეუღლე და შესაბამისად ორივე ხმა დაიკარგა მე ბულეტინი არ გავეცი და თვითონ არ მისახმა თვითონ ნახა ვარი თვითონ მითხრა ვარი რომ მეო პირადობას ვერ მოვიტან ვერ არავინ არ არის სახში ვერ მოვატანიებ და ნუ რა თქმა უნდა წავდებ ამ ხავარი არის ვერ მისახმა და თვითონ გადაწყვიტა ეს ვერ მისახმა ეს გვეცამათ მოგეწერია რეგისტრატორის გრაფაში ხელი ხო? მე მოვაწერე და ახლა განმარტება დაწერეთ ახლა განმარტება მიწერე რა თქმა უნდა ჩვენ გავაბასკაზე უფრო მეორე შინაარსი სამომჩევი და მაქსიმ ინფორმაცია ნამდვილად როგორ გავს მოკლედ შეწერი ჩავარდნები ეხლა ნამდვილად გადავიდა და მართლა გავდა ისე ვიქნა ვარი რომ მე ვერ მოვატანებ ანუ իմა აი მართლა საოცარი ფოტო პირადობას შეგახება მართლა უცხოად ხავარი არის ხავარი არის მე მაინტერესებს ესასეო ამ ამოქმედებმა ხმა ვერ მისასწრებს ეს არის ხავარი ამ ეს შედეგი არ არის ეგეთა ეს როგორი ეს ახლა ამაზე ვერ გაიქნებოდა როგორ მოხდებოდა ისაც მისი მოვალობა იყო ვერ შეასრულა მინიმუმ ის ვერ სალომე მასო მამი ეს ექსპატემენტო და ვისაუბრებთ იმაზე რომ ეს დარბევა გამორიცხულია ეს შეიძლება იყოს ცდელობა მისეთიდან რომ მიეცახმა თავარია რომ ეს არ მოხდა ამაზე საუბრობთ შეიძლება რაღაც ეტაპზე შეცდომა დავშეშო გაატარეს მაგრამ ბოლოს ის ადამიანი და რაღაც ბიზნესის გამო არის ეხა მან თქვა რომ სხვა ადამიანი ვარ თუ ამოისწრო რეგისტრატორმა ფაქტია რომ ხმა არ მისცა და ეს ძალიან კარგია ამიტომ სათანადო სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გამო იბატონო და დავაყენო საკითხი ადამო იბატონო ჩვენ უნდა რაიმე ამოისწრო შემდეგი საჩუარი სერვისი სამართლებრივ არჩევნებს ბოდიში რომ გითხართ ერთი წუთი ჟურნალისტი ვარ. ანუ თქვენმა რეგისტრატორმა მიხვდა რომ რეალურად ის მეუღლის განსხვავ დაძლევდა ხმას თუ თავად თქვა ამის შესახებ. არა, მე თვითონ მივხვდი მე რომ მოვაწერე და მე ანუ რეგისტრატორი ხო? ანუ როგორ მივხვდით რომ შეიძლება რომ მიეცა ხმა. ანუ როგორ მივხვდით რომ მეუღლის განსხვავ დაძლევდა ხმას? მე შევხედე სქეს. ან დედოფალი იყო და მე ეს თქვენ ხართ თუ არა ეს მე მითხრა ეს მეუღლეო და აი ჩემ მეუღლეო მე რეგისტრატორი ხო მე ანუ უკვე გატარებული იყო ამ საკითხი გატარებული ხო ხელი ქონდა მოწერდა ამიტომ ამაზე ბიულეტენები აღარ მიიღეს არა შესაბამისად ეს რომელი უბანი იყო თქვენი 39 კარგი 99 მადლობა უკვე საჭიროების განხილვა ეხლა ბათუმის ალკო კომისიაში და ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ პროცესს. შემდეგი საჩივარი შეეხება მეთოქმეობა საჩივის ალკოჰოლის ახალია საჩივის შინაარსობა შემდეგი მარტივების სისტე არის უარგისი და ვერ ხორციელდება ამომრჩეველთა მარტივება მაგაზინის მიხედვით. როგორ დააკლინა ეს ექსპერტიზაზე? მოთხოვნა არის შეაჩეროთ კენჭისყრის პროცესი მარტივების სისტემის გამოცდილება. ანუ ამასთან დაკავშირებით ჩვენ განუყენებია დავუყოთ იმენ რომ დღეს კომისიის შემოგვიყვება ადეკვატური იქნება მოთხოვნისა და შესაბამისად მე ვფიქრობ რომ ეს განუყენებლად უნდა დარჩეს. არა, უცებად ეს განაცვლა ქონდა, თუ აღარ ექონდებარება ეს, იმიტომ რომ ბატონის ვიაჯი თავადაცემას დავალებით თვალსაჩინო და ვიდეო
ორი ახალი მატერიალი ორ მოხსნით საჩუვარს. ანუ ამოიწურა დავწერე საჩუვარი ხო და რეაგირება მოხდა და ამოიწურა მაგრამ ანუ ამ საჩუვარი მაშინ როგორ მოხსნა ხო იმიტომ რომ ეს ამოიწურა კი დაიკარგა კონკრეტულად გენჯის შემდეგი საჩუვარი ასევე არის სამართლიანი არჩევნების შეეხება 21 ფებრუარს ფინანს გაფორმებული რეგისტრატორი ნაზიროლა სულმანის მიერ ხელმოწერების გადადგმისა ამოწურა რომ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა იყო სავარაუდოდ 50%-ი ხოლო დარჩენილი ბიულეტენებში ეს საფრთხეს მეზობლის დასწრებში მეტი ბიულეტენი კომისიის თავმჯდომარემ აიღო ბიულეტენის გადაჭრა და გაფორმებულად ჩათვალა. მოთხოვნა არის მხოლოდ მოახდინოს პოლიციის წოდით ნაზიროლა სულმანზე პოლიციის თავმჯდომარეს ესწრებოდნენ გასასწრებით. მეგონი მე როგორც გამი გამოუყენებელი იყო და კაი საჩუვრის ამბობს ბალანსი ვერ გამოიყვანა და წარჩა ასე ბალანსი რო ხელმოწერები რო გადაითვალეს ეტაპობრივად დღის განმავლობაში ანუ დღის განმავლობაში ხელმოწერების რაოდენობა რო გადაითვალეს და ბალანსი გაცემულ ბიულეტენსა და ხელმოწერებს შორის ვერ შედგა ის ერთი ბიულეტენი რო დაებალანსებინა ადგა და გადაჭრა გაფუჭებულში გადაჭრა გამოუყენებელი იყო ანუ დათვლაში რო დარჩა ასე ვთქვათ ანუ 12 საათზე როგორც ვიცით ითვლიან ამ პერიოდულად ითვლიან ხოლმე ხელმოწერებს სავალდებულო არის მართალია სავალდებულო არის 12 საათზე და 17 საათზე გადათვლა მაგრამ მოცემულ შემთხვევაში როგორც ჩანს ბიულეტენის დასტა რო გათავდა და გადაითვალეს ხელმოწერები დასტაში რო დარჩა რაღაც ერთი ბიულეტენი იმისათვის რომ ბალანსი შემდგარიყო ასე ვთქვათ დარჩენილი ბიულეტენი კი მაგრამ ნებადართულია დარჩენილი ბიულეტენი შეიძლება მასე რა შემთხვევაში შეიძლება გაფუჭებულად გადაიგოს ბიულეტენი იქნებ კანონის ნორმა განმიმართოს რა შემთხვევაში ეჭრება ხუთზე ბიულეტენს და იდება გაფუჭება მაგას რა თქმა უნდა, ადასტურებ რომ არ არის რაღაცა ნორმალური გადასულიკო თქვენ ჩემზე კარგად იცით, რომ ბიულეტენები გაფუჭებულში გადაიდება იმ შემთხვევაში, როდესაც ამომრჩეველს გაუფუჭდება კაბინაში, ან გადასატანი ხუთიდან როდესაც ბრუნდება. მოცემულ შემთხვევაში გაფუჭებულად გადაიდო ისეთი ბიულეტენი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ნამდვილად ბიულეტენია, მაგრამ ძალიან მარტივი და აირჩია იმისთვის, რომ ბალანსი გაეკეთებინოს. მოდი დავისვათ იქიდან რომ 11 საათის ფაქტობრივად დარჩება ეგეთ გადაწყვეტები 12 და 17 საათის ეს მონაცემი რომელიც უქმნის მისვლადება და 10 12 და ასე შემდეგ ყველა მოსაჩი 13 საათი ფაქტობრივად არ არის იმ პერიოდში როცა უკანონო გადაითვალეს ეს რაღაც თვით ინიციატივის ვარიანტი ან რაღაც ის ემზადებოდა მანამ 12 საათიანი მონაცემი ეს ერთი თემა მეორე თემა იცით რომ ჩვენ გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები ქალაქბათუმში დაყოფილია სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქად და შეიძლება რომელიმე კომისიის წევრი კონკრეტულად მაჟორიტარის ვერ იცემდა. მას ახალავარია შეიძლება დარჩენილი იყო ერთ-ერთი მაჟორიტარი. ეს არის ორჯერორი 4. შესაბამისად უბრალოდ შეშინდა ხო თავმჯდომარე რომ დაინახა ისტორია მეტი არაფერი ფიზიკურად გარიგებოდა შეიძლება ერთ ადამიანს რომელიმე ამორჩევებს არ მისცეს მაჟორიტარულად. ლოგიკურად უნდა გამთავრებული იყო
მერის და პროპორციული, იმიტომ რომ ყველა ბათუმეც უნდა მისცეს და დარჩებოდა ერთი ცალი მაჟორიტარი. ეს იყო ძალიან მარტივი. აი იმის შემდეგ რაც გავაკეთეთ, ერთადერთი რომ ეს არ ვიცი ზედმეტად დავით განაზღვრების მიზანი იყო, რა იყო, მაგრამ ამით ფაქტობრივად მან უბრალოდ დააზიანა ერთი ბიულეტენი. მე მიზანი გავიგეთ, მაგრამ პრაქტიკაში რომ ერთადერთი რომ არასწორია იმით ეს უბრალოდ ხო, ეს არის ამის რა შეიძლება იმისთვის რომ მიეცა ყველა თავიდან ახალი 50-50 ეთქობა დასწა ამისთვის რაღაცა იდეებში რაღაც გადაიჭრა ეთქობა ზედმეტ რაღაცებში მაგრამ ფაქტობრივად მას ზიანი პროცესთვის არ მიუყენებია მან უბრალოდ დააფუჭა ერთი ბიულეტენი ეს შეიძლება ისედაც რეგისტრატორის მოხელისოს გაფუჭებოდა მაინც უნდა გაფუჭებულიყო მაგრამ პროცედურა რო ეს უნდა დაეფუჭებია ვეთახმები მაგრამ არ ჭირდებოდა მას ამის გაკეთება მაგრამ აი მოთხოვნა მინდა მაგალითად მაგონა აქვე დავამატებ აი საჩივარში აღნიშნულია რომ რეგისტრატორმა გადაითვალა ხელმოწერები ანუ ნაზდიკოა ფორმალიზდა და აღმოჩნდა რომ ხელმოწერები ძალიან მარტივია რომ მოგეცი 50 ბიულეტენი ხოდეთი დამკვირვებლად 50 ხელმოწერა ამას რეგისტრატორ გავაკეთეთ და მე უბრალოდ ვიმეორებ დისციპლინური პასუხისმგებლობა გვაქვს მოთხოვილი ამ შემთხვევაში იმ რეგისტრატორზე რომელმაც რეგისტრატორი მუშაობდა წესიერად მოვიდა ჩვენთან კომისიის წევრი რომელიც არის მაგალითად ჩემი უნის ამორჩეველი არის კომისიის წევრია მივეცი ორი ბიულეტენი ან მივეცი მესამე მოვიდა თავმჯდომარე დათვალა და ერთი წელი იყო როგორც წესი უნდა დარჩენილიყო რეკომენდაცია და ვიმეორებ მოთხოვილებზე საჩივარში გვაქვს მოთხოვნა რეგისტრატორის და თავმჯდომარის არა მე მესმის მაგრამ მინდა რომ თქვენ რეგისტრატორის ან ბრალეული ან არაჯეროვნად შესრულების ნაცეში გამვიმართოთ აი რატო იყოს აი რეგისტრატორის ბრალეულობას საფრთხებდა ამ ნაცებში რომ მაგალითად მე დასტაში მომჭა ერთი მაჟორიტარი არა ამ შემთხვევაში დასტაში რომ მორჩა ამ კუთხით კი არ ხედავ ხო აბა ეხლა თავმჯდომარე ჩვენს ვარ დაუწვევი მას უნდა ცოდნოდა ის შეიძლება უთხრა კიდევაც შეყო არ ვიცი რო არა შახა თავმჯდომარე არის მენეჯერი ეხლა წარმოიდგინეთ თემა რომ მივიდა თავმჯდომარე აიგო ეს ეცანი და მოაჭრა ყოა თუ კი ხელმძღვანელი რაღაცას არასწორს მაკეთები აკეთებს ხო მე გამოსtildeება მაგრამ ამი პოზიციებზადია პროცესები რა დეციტა შეიძლება რეგისტრატორ პირველად იყო და თავმჯდომარე მოვიდა აიგო გამოაცხადა ხო მაგრამ ამ სწორია არ თავისუფლებს პასუხისმგებლობისგან ეს ხო კი ესეც მე მგონი რომ მოწმულ შემთხვევაში თავმჯდომარის მხრიდან არ უნდა მომხდარიყო მსგავსი გადაწყვეტილება და თავისი წვლილი ასე ვთქვათ უნდა შეეტანა რომ ეს გადაწყვეტილება მოდი ეხლა ჩემს პოზიციას გამოვხატავ ჩემს ძირითადად მოსწავლეებს მე მგონი ეს არის იმას როცა იმენაზე ჩვენ გავიარეთ თუმცა ტრენინგებზე დამატებით ადამიანებს უნდა მივახსენოთ ყურადღება იმიტომ აქ არის სავარაუდო აქ არის სავარი მასთან დაკავშირებით კონკრეტულად რეგისტრატორის ბრალეულობას ეს საერთოდ რომ ზუსტად მაჟორიტარი დარჩა მერი და პროპორციული ზუსტად ერთნაირი რაოდენობით უნდა გასცეთა ის ყველა ვარიანტი უნდა გაჩენილიყო და ყველა ვარიანტი უკვე იქნებოდა ეს კომისიის წევრი რომელიც არის იმ პატარა ოფისის ამოშენებო ხო ანუ რეგისტრატორის თემა რომ გამოვიწყოთ შეიძლება რეგისტრატორს უთხრათ იმიტომ რომ მას არ ქონდა ინტელექტუალურად იმდენი ცოდნა რომ ერთხელ თავმჯდომარეს ეს არ უნდა გააკეთოს ეს სხვა თემაა მაგრამ ამისთვის ჩვენ მას 22-მე მუხლით ვერ მივუყენთ ესეთ ნუზომს ხო რაც შეეხება თავმჯდომარეს ეხლა თავმჯდომარემ გააკეთა რა უბრალოდ დააზიანა ბიულეტენი ამ გარაფილად შეებულა იმიტომ რომ მას ასობით ბიულეტენი ზედმეტი ქონდა მაგრამ აი არ უნდა გაეკეთო ხო მე ვფიქრობ რომ აქ რაღაც ბრალეულობას არ გვაქვს რაღაც ზიანთან საქმე უბრალოდ მე მინდა რომ ეს საკითხი ეთქობა არის საიდან მოიგონა ან შეიძლება იყოს ვიღაცამ ასწავლა არასწორად ან სადღაც მე ვფიქრობ რომ ამ საკითხს უნდა გავამაყუროთ ყურადღება და როგორც პრევენციული ნაწილი რაც წინა შემთხვევაში ჩვენ გავიარეთ თავდაპირველი მადონასაჩივარი გამოვიდნენ როგორც პრევენციული ნაწილი ჩვენ კიდევ ვექნება ტრენინგებს ამ თემას დაკავშირებით და აუცილებლად გავამაყუროთ ამ ადამიანებს ყურადღება რომ ისაც დარჩა ის რაოდენობა გადადის შემდეგ არ არის აუცილებელი არ შეიძლება მისი დარჩენა კი რამაც სულად ეთანხმებით გახსნოდავით რეგისტრატორი არაფერად გადაგულობ საერთოდ არ არის ჩემი აზრით ამჯობარი არასდროს მივიდა მაგრამ ამ ქმედება საბოლოო შედეგზე გავლენა ვერ იქონია იმიტომ რომ მას ჰქონდა რეგისტრატორს უნდა დარჩენოდა სავარაუდოდ ესეთი კომისიის წევრი შეიძლება და მაჟორიტარული გამორჩეველი აკონტროლებს შესაბამისად ის მაჟორიტარული ბიულეტენს ვერ მოუწევს რეგისტრატორმა იმას თავმჯდომარე შენიშვნა ამბიცა და უთხრობესი არ ხდება რა მეტის ანგარიში ჰქონდა განცემულ უნდა გამოაქვო გაფუჭებული არა განცემი და მისდევ არ აქვს არანაირი
იმის გამო რომ მომავალში ჩვენ ახლა მეორე ტური გვალოდება ბაქოში მერის არჩენება იმ მსგავსი პრაქტიკა რომ ვფიქრობ რაღაცა მინიმალური ან შენიშნა რაღაცა თავმჯდომარე და არა რეგისტრატორს იმიტომ რომ ხა წარმოგიდგენთ მეორე ტურში რომ მასიურად ვიღაცამ თურმე შესაძლებელია და რეაგირების გარეშე დარჩეს და გააკეთოს უბრალოდ პირველად ეს ეგეთი რამსაკო ამას რო ხონო ისეთი ხასიათი ვიფიქრებ რომ ვიღაცა მასალა მაგრამ ეგეთ პირველად ეს არის მე ვფიქრობ ძალიან სხვა მიმართულებით ვიყავს საკითხი აქ არა საუბარი რაც საჩივაში არა რომ არჩევნებზე გავლენა იმოქმედა რაღაც აქ არის შემთხვევა რომ ადამიანმა ვიდა თავისი ედით მისი აზრით და უცოდინოების გამო მიაჭრა და დააბალანსა. აქ შეიძლება მოვტანო ხის დათმის დროსაც და თუ ხუთი შეუშიდა ხელს ეს მოყვება ამაში ყველაფერი. მაგრამ აქ საუბარი როცა მას უნდა მივცეთ დისციპლინის ზონა, აქ უნდა იყოს რაღაცა ისეთი რომელსაც რაღაც გავლენა რაღაც დააკუჭა, რაღაც ამ საუბარი მან ეს კი გააკეთა, მაგრამ აი გადაზიანდა. ამის უნდა საქმე საჭიროა მის აზროვნებაში საჭიროა მოთხოვა რომ შემდეგში ხის დათვლის დროს გაეკეთებინა ასე. ბოლო ბალანსი თქვა ხმის პლუს ბათილი და ხელმოწერების სტოლში რომ 5 მეტი ბიულეტენი ქონდა და აიღება ეს ადამიანი მოაჭრა და გაფუჭებულია დააჭრა და დააბალანსა. შესაძლოა ქონდა იზამდა არა მე დაუჭდა იმიტომ მაგას აკეთებდა პროპორციული სპიტები ეს მაჟორიტარი ბიულეტენი იყო არა ესემა გამოიწვია ანუ პროპორციული ზონა დაჭრა ანუ შესაძლებელია იმ გაჭირების დროს თვითონ ჩათვლიდა გაჭირება ანალოგიურად მოხსენიება ხის დათვლის დროსაც ეს ადამიანი. მე ვფიქრობ აქ შენიშნები არა უფრო მძიმე რაღაცი სადაც მეორე ტურში ძალიან საშიშია ეს ადამიანი რომ იყოს მისთავი. მე ვთქვი ჩვენ საუბრობთ ისკილავთ და არსებულ ფაქტს. არა, იმას რა შეიძლება მომხდარიყოს და რა შეიძლება გაეკეთებინა იმ პრობლემას. ააკეთა ის არ გააკეთა. ხო, ყველაფერი ამას ის საყვასო კანონობა გააკეთა. რატო იცი ასე და ზიან ხაბადა ეს ფანჩო საუბარი. აბადოსია შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური დასწრების შემდეგი საუბარი. ანუ აუცილებლად უნდა გამოიყენოს მასთან. შეიძლება მოხდა რაღაცა დისციპლინური გადასხმა, მაგრამ შეიძლება გამოიყენოს ან შენიშნა აქტივობა სხვა ზონები შეგვიძლია არ გამოიყენო და რუკი კომისია მიზანში ხო აი მე ჩემი აზრით თქვენი გადასახადი მოდი ყველას მოსავლის ყოფია რა ბატონებო შეიძლება ეცოს რამდენად ეს დავამატებ. გადაწყვეტილება არის კომისიის მისაღები ამ შემთხვევაში ყველა ეს არის უხეში დარღვევა მოსული. ახლა ჩვენ შეიძლება ვერ შევდახეთ რომ ეს უხეში დარღვევა დარღვევა მაგრამ ფაქტი რომ არ უნდა გაიგებინე ამას ფაქტი. ანუ აქ არის საუბარი იმაზე ამან რა გამოიწვია ეს უნდა კომისიამ გადაწყვიტოს ეს არის საფუძველი მივცეთ შენიშნა დარღვევა თუ არა. ეს უნდა ჩვენი კომპეტენცია არა. მოსმინოს და გავაგზავნოთ. ჩემი აზრით ეს ზუსტად იდენტურია წინა საჩივი როდესაც მეუღლის პირადობის მოსმენით ხელი მოაწედინა და ამ შემთხვევაში ჩვენ გადავწყვეტეთ მაშინ რომ თავი ის იყო რომ შედეგი არ გამგზავნა. და აქედან გამომდინარე სიტუაცია ტრენინგზე იქნება თუ რეკომენდაცია რა უნდა ფაქტი შეუსწავლოა თუმცა ესეთი გაღვევა არ არის რომელიც შეიძლება რაღაცა პასუხისმგებლობის ზონა გამოიწვიოს. იდენტურია ეს რაკაც არ გამგზავნა რაიმე მამლებული შედეგი და ზოგადად გადავასულიყო ნახე მიუხედავად იმისა რომ ძით არაფერს არ იცით ამ ადამიანს მიცეთ ჩემში რატო არ უნდა მიიღოს ხომ თანხმდებით იმაზე რომ რაღაც დაიღო არ ვიგაგებთ შეიძლება ეგონა რომ ყველაფერი გასწორებული დასწრები
ეს ერთი ძოზე თუ შეიძლება მას ეს მოწამე წაეგო არ გამოჩნია ოფიციალურად ან უბრალოდ არ იცოდა ყოაც მოაშრა ოფიციალურად დაწერა გაფუჭებული იმაში აბა ანუ ეს პროცესი მაგ არ გამართული მას უბრალოდ შეეშალა ვერ გააკეთა სწორად ვთქვი ამით არაფერი არ დაზიანებულა ამიტომ მე ანუ მოდი დეფერენციას გეცდა არც ერთი ჩვენთაგანი ამ სფეროში არ მოსულათ პირდაპირ არც არ მივიღია რაღაც უმაღლესი განათლებები ან რაღაც ტექნიკური განათლება ამიტომ ისე მოვიდით უკვე შეიძლება ადამიანები პირველად იყო ან არ იცოდა შეფერდა ესეთ ცენტრალური წუნები შეიძლება ამ ესეთი არ მოვდარო ამ რაღაც შეიძლება მოხდეს აი რეგისტრატორს წერტარებს ამიტომ მე ვიყავ გადასწრებულმა ჩემს ბანკში რაღაცა მე მიგებ თავზე პასუხისმგებლობა კონკრეტულად ამ ტრენინგების საკითხებში პირველი ნაწილი რომელზეც ვისაუბრებთ ტრენინგებზე ამ თემას ვისაუბრებთ ამასთან დაკავშირებით 5 ადამიანი მარტავს ხალხ ჩვენთან ტრენინგებს 5-ვე თემა ამასთან დაკავშირებით ინფორმირებული რომ ეს უთხრათ სამომავლოდ ეგეთი ტიპის შესწორები და გადასწორები არ თუნდაც ასე საუბარს საერთოდ კომისიას ეხლა დავაყენებ საკითხი ამ თემასთან დაკავშირებით ანუ სატანო საფუძველზე არსებობს და ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ნებისმიერი ადამიანი პირველი საჩუქარი რომელზეც თქვით აღავაკობილობდა რაღაც სახელი გაქვს ეგეთი რომ რაღაც სასწაულები მოხდა მოუსმინოთ რა ზოგზე მივიდეთ განათლებას იმას აღგვიგდა ზოგზე სამართლებდა რომელსაც არ მოხდა ამაზე ნოველური სასწაული დარღვევა შეიძლება გამომდინარეობდეს შეცდომით და ნაკლები კვალიფიკაციიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში ჩვენი საჩივარი ეფუძნებოდა უკვე ჩადენილ დარღვევას და არა სამომავლოდ ეს რას გამოიწვევდა. განხორციელებული ჩადენილი დარღვევიდან ქმედებიდან გამომდინარე იყო ჩვენი მოცემა. ასე რაც შეიძლება ბოლოს ყველას კომისია მარასწორი მიმართულებით ინტერპრეტაცია ჩვენ მოცემულ შემთხვევაში კონკრეტული დარღვევა ქმედება რაც განხორციელდა აქედან გამომდინარე ვაყენებით მოთხოვნებს პასუხისმგებლობის დაყენებით და თქვენ გადაიყვანეთ რომ ამის სამომავლოდ მე მქონდა ამის საშუალება იმიტომ რომ ჩვენ ვჯელობთ ამ საკითხზე და შემდგომ ვარიანტი გამნახილა თორემ ჩვენ კარგად ვიცით ის რომ თქვენი პრეროგატივა დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრებთ თუ არა ამის კითხვა დამატებით ნამდვილად აღჭირდება არა ამათორმადო გეტყვით იმაში ჩვენ მოდით ერთმა ჩვენ გავიარეთ ასე კებელოთ ყველა საკითხს კომისიას აქვს დისკრეცია ამ თემასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ კონკრეტულად შევთანხმდით რომ ეს საკითხი თემა გამოსულიყო ხოლო ის თემასთან დაკავშირებით კომისიამ ჩათვალა რომ არ არის
აუცილებლობა მივცეთ კაპიტალმა შენიშნოს. მოშე ესეთი გადავიდა. თუ იმეს გვაქვს ამ თემასთან დაკავშირებით გარკვეული პრეტენზიები არის უბალაშვილის ქუჩა ამისთვის. შემდეგი საჩივარი უცებ ამ თემას რა მეორე რეკლამაზე გავედით. მეორე ტური გვაქვს ხალხო. მობიერები ვიქნებით კომისიის თავმჯდომარების მიმართ. რაც ეკუთვნის ყველა მისი მივლილი საფრთხეს. ადმინისტრაციული გადასტომა იქნება მეორე ტური გვაქვს. ამიტომ ზურგები და ობიერები ძალიან რა ისწავლენ და ეგრე შემთხვევაში არ გამიაუხდეს ის დაგოები რაც სახეზე გვაქვს. არ იყო ის არასამთავრობო ორგანიზაციები და ისინი არჩევნებზე და არ აპირდებოდნენ. პირიქით თქვენ საქმეს ჩვენ ვაკეთებთ ფაქტურად უბნებით და გაგვით ინფორმაციას რომ ეს დაგოები ჩაიქნა თქვენმა უბნის სამგზავრო კომისიის სამგზავრო წევრებმა გააკეთა ეს ამიტომ ეს ამითვალისწინოთ უბნებით მობიერები. კი ბატონო, ორი წინადადება და ეს თემა დავუყუროთ, რაც შეეხება თქვენი როგორც წარმომადგენლებს თუ შეიძლება ეწოდოთ და ირასე რაც შეეხება არასამთავრობო ნაწილს ასევე წამოწევს შემდეგ მინდა გითხრათ რომ ჩვენ ვართ აქტიურ ურთიერთობასთან რადგან თუ შეხედავთ ჩვენს ზემოდელ მუშაობას ზოგადად კრიზისს აქ როგორც ჩვენ ასევე თქვენც ხართ მოდომებული რომ მაქსიმალურად სამართლად ირაკლი ბატონო ირაკლი მართლაც და მომისმინეთ რა არაფერი დაპირა ირაკლი არ მინდა შენს მენ ამბობდი რა ირაკლი ამოდის რომ დამკვირვებლები ადარებს არჩევნებს და ჩვენ გამოვხედე რამა თუ შეიძლება ეხლა რამაზი შეგიძლია გასაგები გასაგებია მართლა სარეკლამო ჭრაყო არისო არა გასაგები რა დამთავრდა შეიძლება სექსიმისაცია პირველი ერთი რაც მინდა თქვა იმას იქა მეგაშედურო ერთი მინდა გითხრათ რომ ჩვენ არ გვაქვს დამოკიდებულება რომ სათამბირობლო ნაწილი არ უნდა წარმოგიდგენთ ჩვენ ამ სხვადასხვა ნაწილს ამოვაკლოთ პროცესი ერთია პროცესი არის ჯაჭვი ერთმანეთთან დაკავშირებული და ეხლა თუ თქვენს გაქვთ იმისურვილი აჭერმაში ჩაატარდეს სამართლების და სამართლებრივად სწორად სამართლებრივად იგივე ინტერესი გვაქვს ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს საშუალება რომ თქვენი საშუალებით გამიხილოთ და რომელიც იყოს სამართლებრივი საფუძველი თვითონაც გადავთვალოთ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ სამართლებრივად მოვიცილოთ ეხლა ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით ახლა შეიძლება თქვენ და რაღაც პირადულ შეიძლება სუბიექტურად რაღაც მიმართულება რომ ეს კომისია შეიძლება ყველაფერი არ დაიქონოს ამას ნუინერია გავაგზავნოთ პირადული არაფერი არ არის მხოლოდ სამართლებრივად ჩვენ ჩარჩოებში ვართ ახლა მოხსეული ჩვენ არ შეგვიძლია სხვა გადაწყვეტილებების უბრალოდ იმის სხვადასხვა გადაწყვეტილებას ვიღებთ მეორე კარგად იმის მეშინია ზოგიერთი პოლიტიკური ხო ეს თემა პოლიტიკური ინტერესები არ განახორციელებს ოკმა ყურადღებით დავე ახლოს შემდეგი საჩივარი წარმოდგენილია პოლიტიკური საჩვენო სუბიექტი პარტია გახარია საფაქტორო სამართლებრივი ლიდერების მიერ საჩივარი შეეხება მე-12 უბანს აქ ალბათ სავარაუდოდ ამდენია და სული შინაარსის ისე გახარია საჩივარი ხო? დიახ მე-12 უბანთან დაკავშირებით სავარაუდოდ ამდენი ეპიზოდიანია თუმცა სული შინაარსის და იქნება დაგვეხმარება თვითონ ავტორით და მოთხოვნაც თავისებურად ორი სახის არის და ამაზე მინდა კომენტარი დავწერე. ანუ 79-12 უბანზე წარმომადგენელმა ანასტასია სკამკოჩიაშვილმა გამოთქვა პრეტენზია მარკირებული დისტრიქტის ტენორების მიცემის ფაქტზე. ბატონო, რაზეც უბნის კომისიის თავმჯდომარემ გადაწყვიტა საჩივარი დაეწერა წარმომადგენლებს. ანუ მე-12 უბანს საუბრობ აი კარი ახლა რამდენი ეპიზოდი ანუ მე-12 უბანზე წარმომადგენელი ანასტასია გამოთქვა პრეტენზია ვინმე იყოს ერთი გოგონა ჩვენი სამართლებიდან ანუ წარმომადგენელმა ვიღაც ანასტასიამ გამოთქვა პრეტენზია მარკირებული თეორიის სოფერნოზე ხმის მიცემის ფაქტზე, რაზეც უბნის კომისიის თავმჯდომარემ გადაწყვიტა საჩივარი დაეწერა წარმომადგენელზე. რაღაც ეპიზოდია. ეპიზოდი არის ინციდენტის დასარეგულირებლად საჭირო გახდა პოლიციის გამოსახება. ესეც შემდეგი მესამე ეპიზოდი არის ამასთან კომისიის თავმჯდომარე ავიწროებდა ანასტასიას და დღეს უჩვენა უფლებამოსილების განხორციელებას.
შემდეგი სხვა თემა არის მარკირებული ამომრჩეველი შემოუდგა ნატალის მარეგულირებელმა თარგია ვანსაძემ. Ia, ოდიში ახლა ცოტა ისეწერია. ანუ მოთხოვნა ამასთან დაკავშირებით რამდენიმე პერიოდიანია და ოთხი რაღაცა საჩივრის ალბომში. მინუტ ალბათ. Ia, მოთხოვნა არის ორი სახის დისციპლინური და ადმინისტრაციული და ამასთან დაკავშირებით სხვა დაანალიზები. ბატონო საჩივრის ავტორო. ანუ თქვენ მოთხოვნაში გიწერიათ უკაცესი დისციპლინური ზომები გაატაროთ და ადმინისტრაციული და სხვა დაანალიზები. დისციპლინური უნდა წავიდო ადმინისტრაციაში ორი სახის პოლიციის განყოფილებაში ეს არის ის სამართლებრივი დანაშაული, რაც გააკეთა თავდაცვითი თავმჯდომარემ და ესე იგი ნაკადის მარეგულირებელმა, ესე იგი ვიდეო მტკიცებულებებიც არსებობს ეს ქალბატონი როგორ მიდიოდა, ესე იგი ჩვენ ერთი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მეორე იყო ჩვენი პარტიის წარმომადგენელი, ან უბანზე. როდესაც აღმოაჩინა ანასტასია რომ მარკირებული ამომრჩეველი შემოუშვა, ანუ ნაკადის მარეგულირებელმა გაუშვა პირველი შეცდომა, რომ მარკირება შეამოწმა და არ ქონდა, ერთგვარი შეგაწყვეტილი გეცოთ. ანუ ჩვენ საუბრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე შესაბამისო დროებში კი, ამ მიდის აქ. ანუ ჩვენი მოთხოვნა რა, ეხლა ადმინისტრაციულია. რა თქმა უნდა, ეს ნახე ორი ამასთან დაკავშირებით განმარტება რატო ვამბობ? თუ ეს სახე ადმინისტრაციულია, ეს ჩვენ კომპეტენციაში არ ბატონო, ნახე ორი მოთხოვნა ორი მოთხოვნა ვერ იქნება, ერთი და იგივეზე ორი სახის კარგი, პირველი სიტყვა რა წერია გაატაროს ზომა. ანუ ადმინისტრაციული მოხსენით მოთხოვნა. ანუ უბრალოდ როგორ იქნება ერთი და იგივე რამე და ნო არა ვერ დავაყენე. მომეცხოვები. ეს არ აქვს, მოდით ან დისციპლინური იყო და დაარჩეს ადმინისტრაციული შეშლის კონტროლი. ეს დაარჩეს და ეგეთაცებს წერია ამასთან. ეს ნორმალია. და აქ ვიქოთ დისციპლინური ზომას როგორც ნაკადის მარეგულირება. ადმინისტრაციული საწილი რომ იქეთ ხო, ეხლა დეტალებს ის პირველი დარღვევა, ან როცა ნახეს, რომ მარკირებული იყო, მაინც შემოვიდნენ. აქ უკვე ადეთა ჩვენმა წარმომადგენლებმა ასე ვთქვათ, მოახდინა რეაგირება და უკვე რაღაცნაირად თავმჯდომარედ საქმის კურსი ჩაყენებული, მაგრამ თავმჯდომარემ მივიდა, თავმჯდომარემ არ შეაჩერა ამომრჩეველი რეგისტრატორთან მისვლისკენ. ვიდეოში კარგად ჩანს, რომელიც წარდგინეთ უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც ესე იგი ჩვენთან რატო წარმოადგენთ ეს? არ ჩანს ვიდეოში. არ ჩანს ვიდეოში არა. არა, ეს სხვა თემაა. ეხლა რამას თუნდა მთელი ის ბატონობა. აქ მაქვს ვიდეოები. მოდუცა ნახეთ, არა, ეს უნდა წარმოვიდგინო. აქ არის ვიდეო. თუ მინდა დაგეთ გასაგებ. ესე იგი, ისა, ხო, და თავმჯდომარე მარაკვეთა რეგისტრატორი ჩანს ვიდეოში რეგისტრატორი როგორ ამოწმებს, როგორ იმაშრება, ანუ ასე მის ულევოსებს აღწევს ამ გას მაგიდასთან ალბათ საკეთებს. თავმჯდომარემ გადაწყვიტა, რომ წარმომადგენლისთვის დაეწერა საჩივარი, ქალბატონის კურსელისთვის შეავსო უკვე, ბოლოს თქვახტე რა მივიდა ციალა შავდა და ეგეთი ფრაზა ნინო, თუ შეიძლება, ანასტასიას გულუდაური საჩივარი დაეწერა თავმჯდომარეს. ასევე აქ იყო ისა რა ქვია all media-ს წარმომადგენელი, რომელიც ახლა ფაქტებს გიყვებით, უბრალოდ ვიდეო გადაღება ყოველწლიურად დართული იყო და ესენი უკრძალავდნენ, რომ ვიდეო არ გადაიღო, როგორ უნდა გადაიღო ვიდეო, როგორ როცა დარღვევა, ანუ უფლების განხორციელებაში გასაგები ეს ხდებოდა 5 წუთის ეს ხდებოდა 5 წუთის გაუღე. აქ თქვენ მტკიცებულებას ყოფდა შემიშალები, მტკიცებულების მოპოვებაში. ვიდეო არ გადაიღო, ხელსუში და უფლების განხორციელებაში შესაბამისად ჩვენ ესე რა ქვია ამ შემთხვევაში ერთი რომ ნაკადის მარეგულირება შემოუშვა და ყველამ გაიგო რომ მარკირება ქონდა და ქალბატონი იძახდა თავმჯდომარემ რომ არაუშავსო და მერე გვერდზე გაიყვანა დამელოდეო ეს იყო ამუშავოს უთქვა რომ დამელოდეო
ანუ როცა გადმოარტყა ჩვენმა წარმომადგენლებმა რომ ეს არ შეიძლებოდა და პოლიციას იძახებდა მე ხმა ხო და ყველაზე მთავარი ცდრა არის იმდენად ესე იგი კალი შემოარტყეს ჩვენს წარმომადგენლებს ვინც ვიდეო იღებდა ერთ კი მოასწრო დაფიქსირება ბოლოს ამ მომრჩეველმა მიცა ხმა თუ არ მიცა ხო ის არ აქვს ამას ამგადვას ხო რეგისტრატორმა მიცა თუ არა ბიოლოგები ამას არა ხოდა რაუნდოდა გარკვეულ მაგას გეუბნება ეს ადამიანები იმიტომ რომ მე რა გეუბნები გასვლა რომ არ ვიცი ეს ფაქტი არა მე ჩემ პოზიციას ვარ ხო არ ნიშნავს მაგრამ საქმე ის არის რომ თავმჯდომარე ვიცოდა რომ მარკირებული იყო ამ შეეული ნაკადის მარკირებული ვიცოდა რომ მარკირებული იყო არ მთელი არ შეუშალეს რომ მისულიყო რეგისტრაცია თქვენი ოქრონა რა შემოგონებს ის არის გავაკეთოთ პროცესი თავმჯდომარე და ნაკადის მარკირებული ანუ აქ აქვს საუბარი რომ პრაქტიკებს მინდა ჩამოყალიბდე ანუ თქვენ გადავარ მისცემთ იმასაც რომ ნაკადის პროცესების ნაწილში რომ მატერიალური ადამიანი შემოუშვა თავმჯდომარემ იმიტომ რომ შეზღუდა დაპირობები არა თავმჯდომარეს იმიტომ რომ ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია და არ განახორციელა ამ მომცემის უნიდან გაყვანა და გაწევა რა შეეხება იმ ნახეს პოლიცია იყო გამოსაცემი რაღაცა და ადმინისტრაციულ რა თემასთან დაკავშირებით აქვს პოლიციაში პოლიცია გამოძახებულია იმაზე რომ დაარღვეს საკანონმდებლო კანონი დაარღვეს კანონები შეისრულა აშკარა ანუ არა აი აშკარა სამართლებრივად ანუ ჩვენი არის თუ მომისმენთ პოლიციაში გუში მე ვესწრებოდი როგორც ჩვენი წარმომადგენლის უფლება დამცველი იქაც ჩაიწერა და რაღაც მოვაწევეს ფედერალს ხო რომ ესე იგი ნაკადის მარეგულირებელის და თავმჯდომარის პასუხისმგებლობა მოვითხოვეთ იმიტომ რომ ჩვენი აზრი ჰქონდა ესე იგი არჩევნების გაყალბების მცდელობას მარკირებული ამორჩეველი მე არა მე ამორჩეველი მცდელობა რომ შესულიყო მაშინ ამ ხელ მასშტაბად ნუაც რო არჩევნებს ის ამორჩეველი რომ ყველა უბანში შესულიყო მე თქვენ პირიქით ამცირებდა მე მათ რასაც ეხლა ვსაუბრობ რამოდენიმე მიმართულებით ვხვდები და ანუ ერთია თქვენა მოყვა არაჯერურად შესულების ნაწილში მარკირებიანი ადამიანის შემოშენება პროცესებებმა და არ გაატარა თავმჯდომარე თუ შეიძლება არ გაატარა ზომები თავმჯდომარე მეორე ნაწილი თქვენა მოყვა პოლიცია იყო გამოსახებული და იყო რაღაც პრობლემები და არის საუბარი იმაზე რომ ვიღაცები შეიზღუდა საკუთარ განხორციელების დროს ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და სერიოზული დამაშავება ოღონდ ეს ჩვენი კომპეტენცია საერთოდ არა ხო სწორედ ამიტომ მანდ არა იმიტომ ჩამოყალიბდეთ ანუ ჩვენ ეხლა ამ ნაწილში წავიდით ეხლა თუ მიძიება ამ საქმეზე მაგალითად დაგეროდნენ შელაფაზე რომ მივცეთ შეჯიშვა პოლიციის დაგონდა არასერიოზული ეს ძალიან არასერიოზული აი როს დამოუკიდებელი გამოიწეთა და უკვე ნუ თუ შეიძლება რა აქ არ გვაქვს ჩვენ ეხლა უბრალოდ მეგობრებთან საუბრობთ ეს მეორე ან მიცემს კაბატონინოსაც საშუალებას. მე კიდევ და პასუხი გავისმენთ. ნუ ასე პასუხი. ჩვენ მე და თქვენ საუბრობთ და კომისიაში, ხო? ანუ აქ არის საუბარი იმაზე, რომ ეს არის უბრალოდ არასერიოზული რომ ამ თემასთან დაკავშირებით დავთვალოთ ვერ განვიხილოთ. ანუ დავჭა ჩვენ ერთი ნაწილი იმ ნაკადის მომწესრიგებელმა ეს მართლა შემოუშვა თუ არა? ამ ნაწილში იყო რეკობა დისციპლინური ნაწილი, ხო? კარგი, დავაკეთე კიდევ ერთხელ. აქ არის არა მაღაზია არა. აქ აღწერა რომ აქ აღწერა დაკეთა იმისათვის რომ დღეს აქ წარმოდაასწრეს საზოგადოებას ქონდა ნათელი სიტუაცი რა მოხდა იმ დღეს საერთოდ ეს ინფორმაცია გადაგდო ამ კონკრეტული კომპეტენციის სფეროში რაც შედის ის ნათელის მარეგულირებელმა მარკირებული ამორჩეველი შემოუშვა უბანზე მისმენ ბატონი ნაკადის მარეგულირებელი შემოუშვა მარკირებული შემოუშვა და კომისიის თავმჯდომარე ყველანაირად ეცადა რომ ამ ადამიანს მარკირების ქონის მიუხედავად მისულიყო რეგისტრატორამდე და ეს ადამიანი მივიდა რეგისტრატორის მაგიდაზე და აღმოჩნდა უკვე შესაბამისი პროცედურები კეთდებოდა რა მე იმას ვთქოდა ნათლადევნები თუ ისიც კი არ ვიცი შეიძლება წარმოგიდგენოს ვერ მომაწოდა ის ინფორმაცია ამ ადამიანმა მისცა ხმა თუ არ მისცა მე მაგ ვიდეო მტკიცებულება ეს ადამიანი გას რეგისტრატორის მაგიდასთან ხო ხდება ნუ კი გასაგებია თქვენი პოზიცია ამ ნაწილზე ვარ შეთანხმება რომ არ შეიძლება ისა უცემოსილების სპეციალისტი და ეს ჩვენი კომპეტენციის საკითხი არ არის ამას არ გამიქონდა უბრალოდ იმიტომ რომ კიდე ესე იგი რა ნოუ-ჰაუ კიდე დავაკეთე ნიშა
აგეცით რომ ჩვენს კომაგოხსა ეს მონაცემები ისწრება მე ვიდეო დავაყენებ რომ ვიდა ეს არის ის საკითხები რომელიც შეგვიძლია აღშეჩის და უნდა ვიცოდეთ კონკრეტულად ამ თქვენი მოთხოვნა აქვს გასაგებია ეხლა თქვენ მოგისმინეთ და მივიცეთ საშუალება ასევე კომისიის თავმჯდომარე იყოს გადაღებული და ესწრება ჩვენთან სტომას ალბათ მინუსაც მივიცეთ საშუალება ეს დავამატებთ უბრალოდ რა ნოუ-ჰაუ რა ნოუ-ჰაუ გამოიგონა რომ წარმომადგენელი მაგას მეგონა კომისიის თავმჯდომარე საჩივრის დაწერა ანუ ხო წარმოგიდგენთ რა ნონსენსია სამართალს მაგასაც ვისაუბრებ კი ბატონო სამი თუ შეიძლება სულ რომ მოგისმინოთ დასვენოს შეიძლება ვიბადე მოსთან და ორი მეტი საშუალება გახდა რა ხანჯარა თუ შეიძლება დავაყოთ იმიტომ ძალიან ბევრი ადამიანია შენობაში რომელსაც დაკვირვება სიცხე წარე გამოცდილება შეიძლება გაიყვანოს და ორი თვე სამართლის გამო აუცილებელია რომ ვენტილაცია ჰქონდეს კლიმაში რომელიმე რა იყოს მოხდა მინიმუმი ორი გაბოლია და დავაყოთ ეს რომ მოვიდა ეს ამორჩეველი ისა მარეგულირებელმა დაიძახა ხმამაღლა ამორჩეველი მოსულია მარკირებით ესა შემოძედა ეს კალბატონი შემოვარდა ოთახში სანამ მე მაგიდიდან ავდექი და მე უახლოვდი მან დაიწყო კვირილო სოფლიდანაა ჩამოსული წინა ეს ურბანის გვერდით მეორე ურბანი იყო და იქ ვიყავიო იქ შეეშალათ ჩვენ დავიწყებთ დამატება დაანარდა თუ დაასხა რამდენჯერმე გაუმეორეთ დამკვირვებლებმაც გაუმეორეთ დაგანათეს თუ დაგასხეს მან იძახა რომ დამასხეს ჩვენ კიდევ ერთხელ შევამოწმეთ ქონდა თუ არა მას მარკირება და მას ქონდა მარკირება მაგრამ ეს იძახოდა რომ აუცილებლად უნდა მივცე ხმა აუცილებლად უნდა მივცე იყო ცოტა რაღაც არტილებული და ეს მომენტია და აი შემოვიდა თქვენი დამკვირვებელი სხვა რამე ესეთი არის ას მაგიდასთან მისულა ეს კალბატონი ან რაიმე მსგავსი არ იყო გამომეორებინე ერთმე რაიმე მსგავსი არ იყო და ისა აი დამკვირვებლები ვინც იყო დაჟე იგენიც აღშფოთდნენ ამ სიტუაციებში ბატონი ზალიკო მოვიდა და იყო და ეს პოლიცია გამოსახება სადაც უბანზე მოვიდა და ვინმე შეეზღუდა ხმის მიცემის უფლება ეს კალბატონი გაიყვანეს გარეთ ყვირილ-ყვირილი თვითონ ძალიან პოლიციამ კალბატონი გაიყვანა არა ჩვენ გამოვშვით გარეთ აი როგორ არის იცი ასეთი შემოსასწრელია როცა მარკირებელმა ხმამაღლა დაიძახა თვითონ იმანდა ეს კალბატონი რო იყო მარკირებიანი მას არ დაუმალა იმან მარკირებელმა დაიძახა რო ისა მარკირებიანი კალბატონი ამორჩეველია შემოსულიო და შემოვარდა ესა სანამ მე ავდექი და მივედი და ჩვენ უხსნით რომ არ შეიძლება კი შეიძლება რაღაც აი ეს მომენტი იყო დაჟე ერთი მომენტი იყო რომ ცოტა უწყვილე და მე ბოდიში მოვხარე რომ მე ვხარ ცოტა ასე არ შეიძლებოდა მაგრამ სხვა დამკვირვებლის მივიდა ჩვენ ვეუბნებოდი დაგანათა თუ დაგასხა ის იძახოდა რომ დამასხა მაგრამ მე სოფლიდან ვარ ჩამოსული ხმა არ დამამკარგინე გეხვედე მომაცემინეთ და აი ჩვენ დამკვირვებელი თუ ვინ იყო ის ახალგაზრდა ბიჭი ცოტა ძალიან ისე იქცეოდა აი იძახდა და ჩვენ ვიმეცით შენიშნა რომ არ შეიძლება გადაღება 10 წუთის შემდეგ შეიძლება ბატონის არიკო მოვიდა და აი ეს მომენტი იყო ხალბატონი და დასრულებო დარბაზი სხვა რამე არ იყო ისე დავადასტუროთ ალბათ ნამდვილად ამ შემთხვევაში მართლა ვადასტურებ რომ დაზარალებული ერთადერთი ვინც არის ეს არის ამორჩეველი იმიტომ რომ კონკრეტულად მე-12 უბანზე კი არ პირიქით 73 შეცდომა იყო იმიტომ რომ ეს ამორჩეველი შევიდა შეცდომით მოგეხსენებათ რა ერთ შენობაშია 73-დან 12 უბანი კი ბატონო შევიდა საარჩევნო უბანზე სამწუხაროდ გადამოწმების გარეშე გაუქმდა მარკირება რის შემდეგაც აღმოჩნდა რომ სიაში არ იყო და გაუშვან მე-12 უბანზე მე-12 უბანზე უკვე მოგეხსენებათ რაც მოხდა თუმცა ვადასტურებ რომ ხმა არ მივიდა მაგ საკითხზე შესულა წარმომადგენლები როგორც გაიგო
უებს ფასაკეთია დაიჭირა რა მოხდა ეხლა ისიც არა ჩვენი კომპანიასთან რასაც შეიძლება სამართლ საქმეს რაც არის მაგრამ ამ უცხოეთში ახლა რომ ციხეში ახალი ხარისხი იყო იმ დაბრუნებისგან ამ ზემეთი პროფესიები მოხდა რაღაც ფაქტები რაშიც კომისია არის ხამარ დიდო რანულობა არაფერში არ არის აფრიკაში იმიტომ რომ პროვოკაციაზე მოდიოდა ეს ახალგაზრდა პიროვნება იყო ახალგაზრდა მამაკაცი იყო მამაკაცი იყო ის იცავდა კანონს პროვოკაციაზე არის სადა კანონს აშკარად პროვოკაციაზე მოდიოდა თუმცა ეს იყო ჩეკომენტებოდა არამატებოდა შესაბამისი ორგანოები გადაწყვეტენ რანულობა და აბრალებლობას მე ახლა გამოსავალ საფრთხე რომ აქეთა თავდამარის გავლენა არ არის იმიტომ რომ ხასიარო ხმა არ მიუწევს არა ვერ დაინტერესდა კალი შემოუკლეს და მე ვიდეო უნდა არა უკუბაზე არ მე აქ ვიყავ ანუ ამ კონკრეტ სკოლის შენობა და ურის არჩევნობა გარეთაც ხდებოდა ბევრი რაღაცების ახალგაზრდების და ამასთან დაკავშირებით კალპატოლიუს მიმართა და რეაგირება მოახდინა პოლიცია იქნა გამოძახებული უკვე დავარდა ერთ-ერთ ფაქტს მე შევეცადე იყო მარკირებიანი მომჭერელი მოსული დაცვის პოლიციის ფურგლით და კალპატონმა რეაგირება მოახდინა მე სანამ ვიყავი კაში ადაშოვა ეს ადამიანი იმეც ვიქონებო ჯერ კალპატონი ამის ეს შემთხვევა იყო სხვა შემთხვევა იყო ფაქტებიდან დავაფიქსირო რომ იყო მცდელობები მაგრამ ასე რომ მე რაც დავინახე კალპატონმა ისამალობაში ანალოგია ბატონი ნუკლე ასასალოზე ეს ერთი წუთი დავასრულე მე რა თქმა უნდა იქ არის ვიდეოები ხო მე ვნახე ვიდეოები ეს ვიდეოები გადაცემულია კი ბატონო მე დავახსენე რეაგირება ხო არა მე ხა ეს ამცნა რომ მე 73-ე ალბატონი იძახის სოფლიდან იყო ჩამოსული ის კარი 73-ე მივიდა და მარკირება გაუკეთეს და მე-12-ზე რატო მაგაზე ეხლა მე დავასრულე შეიძლება გონდა ალბათ მაგას შეიძლება არც არაფერი შეგვიძლია ამაშენ მე მართლა 73-ს ვალეულობას უფრო ხედავ ეს სკოლაში ახლა ამოჩერდა სულაცის მარჯვნივ უნდა მივიდეს სულაცი მარცხნივ შევიდა იქ გაუკეთეს მაგება შემდეგ უკვე ზური თქვენ ახავს და წადი იქეთ და ახლა გამრაზებული ადამიანი შემოვარდა ეს თავადია რომ ცდელობა აღიკვეთა ეხლა ბატონი კახაც ეხლა კონტროლ უნდა ამდიდები ეხლა არასოდეს არ გამორჩება იმით რომ როიალური დამოკიდებულება გქონდეს კონკრეტულად როცა ხო რაიმე ისე დააშაუთან გვაქვს საქმე პარტია რო ანალოგიურ ცდელობებზე აპოეთის საშუალებაც ყოფილა და სამართლად ამ კავშირთან დაკავშირებით დაშენდა პრეტენზია მოხდეს რომ ახლეთეს გავუშვით სინამდვილეში რო ვიცოდეთ კონკრეტულად 73 რუბლის კონკრეტული რეგისტრატორის ბრალებლობა ეგამბავ თავდა ბოლოს სამართლად ინფორმაცია აქვს დავაგებთ საკითხი მაშინ ამ კავშირთან დაკავშირებით რომ რამდენიმე სხვადასხვა დამიქსირდა მსგავსი შემთხვევები, როდესაც გეიმის გადამოწმებამდე არის თუ არა ის ამორჩეველი ამ კონკრეტული უბნის ამორჩეველი, პირდაპირ უკეთებდნენ მარკეტინგს. მე შევეცარი მე-15 სკოლაში რომელი უბანია არ ვიცი, ანუ
განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს სხვაგანაც იყო მსგავსი შემთხვევები, რომ გადამოწმებამდე არის თუ არა ამობლის ამორჩეველი პირდაპირ მარკირება უწევს. ესაფრები და ამორჩევებს, ამით ვარდეთ უბრალოდ ვისესმა. უბრალოდ როგორ თემა ჩვენ და მაქსიმუმი გეთება ნერგებზე. გადაინაცნოს სახელმწიფო მეთოდია, რიგითობით რომ ჯერ უნდა შეამოწმოს და მხოლოდ 20-ზე იდენტიფიკაციის შემდეგ ვერ გავუწევს მარკირება. ასევე სამახსოვროებიც კი არის, კონკრეტულად რეგისტრირებული გაკეთებული, რომ მან როგორ უნდა გააკეთოს პროცედურა. აქ არის სხვა პრობლემები რა, აქ არის ადამიანები რომლებიც ეგეთ შესწავლას მაგრამ ეხა კოლეგიური ორგანოა ხო ეგეთ თემა ანუ გეთახმებით ამაზე ზოგადად არის პრობლემა მაგრამ ეს არის რაღაც განათლების პრობლემა სიშკარის პრობლემა გამეულობის ეგეთ ფაქტები რომ იქნებოდა და არის ამაზე არასდროს ხო ანუ მასა დაკავშირებით არის ეკანემ ნაციონალური მუზეუმი ხარობები ხაბატონ მედია საჩივარს მოსულ ლაბარებული ხაბატონ მედიას მოახერხა საჩივარი ასეთია გასწორებით რომ 2021 წლის 2 ოქტომბერს ბათუმის მონაწილეობის საფუძველი რეგისტრირება სამაგიდროსი ის კონტრაფაშისტელი ისინი საკენტისში მიწილეობის შეფერებული საკითხი წარმოიქმნა რეგისტრატორის ახლა გამარდება რო გამოიყო ეს სერვისის მიმართ გამარდება საერთო პროცესის უსწრაფო დისციპლინური ზომები. ამას ახლა გამარდების ასლი, სადაც რეგისტრატორია წერს რომ გამორჩეულო და ასევე თავმჯდომარის ხელმოწერაობის ხარჯზე აკმაყოფილია. საჩურის ავტორი არ არის, მაგრამ წარმოებული არის და ასევე თავმჯდომარის შესაბამისად მე მიგაკითხავთ რომ მარტო ბათუმში ეგეთი ასაღამოწმებები ჩვენ სოფელს ერთება ძალიან ბევრი. მაშინ გამოდის რომ ყველას უნდა მივცეთ ჩემი ხელი, ხო? ეგ არის ვერო ჩვენთან იმათ რა ქვია, ეგეთი ტიპის გადასნომა მართალია ეს არის პრობლემა თუ გამეორდა შემდეგ თავმჯდომარის რა საშუალება რომ ამ ადამიანს ან ასაკეთებული პრობლემა მიაქციოს ან ჩაანაცვლოს, მაგრამ ეგეთი რაღაცები საქართველოს შეიძლება იყოს 10,000 ჩერტო, ხო? ამიტომაც მე ვთვლი რომ ეგ მაშინ ყველა ვის დაწერა ასაღამოდება და რომელი ასაღამოდებას ახლა ჩვენ შემაჯერებდობას უნდა მიყვება ყველას მომწევს გაფრთხილებები. მართალია ეს ცუდია, მართალია პრობლემატურია, გასაგებია გამოსავალი იმას ხო? მართალია, მაგრამ ეს არის ამისთვის კონკრეტულად ამფრედებს ჩვენ შემდეგ განვიხილავთ ვაცები დასახელებას, რომელიც გაითვალისწინება შემოგვიყვება ეს არის პარიცეს ასეთი ძალიან ბევრი მე კომისიას თუ 100 ადამიანს ამის არ ვაძლევ შეიძლება, უბრალოდ 100 ადამიანს ეს არის ეს არის პრობლემა, მაგრამ ეს არის პრობლემა მუხლის რომელიც საბუთო ხო? მაშინ ყოველდღე ადამიანმა და ხიმის მიწების პროცედურა ხო? ეს არის პრობლემა არა მაგერეს ამას ვაკეთებ ხოთემა ეს ვაკეთებ სამ უჯერაძლევა ჩემში ო ეს ვა ეს უფრო თემა რაშა მაგერებას ვაკეთებ მაგერება გაუკეთეთ მაგის არის ოღონდ ეს ვაკეთებ აქ საუბარი სულა პროცედურა ნახე თუ ხუთრები მოპედები რომელიც უნდა შეასრულოს ეს საკუთრებულად ადამიანი მოვიდა ის ხასაზე ბოდიში როცევა არა გავუშვებით სპასადე მოვიდა
სახელი არ მოაწესდეს, აღმოაჩინა დამკვირვებლად სამაგიერო მნიშვნელობა არ აქვს და როგორ აღმოაჩინა? იქ იწუდა სვადენე ხო, აინა. ამას აღმოაჩენს უკვე ლაშა. ეს არის უცოდ გამოგვის. ამას აღმოაჩენს თავმჯდომარე მეცნიერებაში დაწვის და რაღაც რომ მიცემული ბიულეტენები კატალოგის მეტია ვიდრე ხელმოწერა. ამის შემდეგ ის მაინც დაწერა ასაგამართლებას რომ გამოჩნდა ამას ამბობენ. რომელი გამ? არა, მაგას ამიშოვება. ეს ამოჩენს ჯორი რომ საჭირო უბაზე, აი ეს. არა, ამოჩენს, ამით არის. არა, ეს ვასემო. ხელმოწერა რომ გამოჩნდა, ამით ამოჩენს რომ ეგ აშკარად თუ არ მოაწერა. არა, ამას არა. სამაგიდო სიაში. არა, სამაგიდო სიაში ხელმოწერა. ნიშნავს უბრალოდ სტატისტიკას რამდენი ამოჩენილობა მოსული. ამოჩენილი რომ დასაძლებელი მას მარკირება კეთებული. მარკირება თუ გამარჯვებს პრობლემა არ არის. მარკირება არა, მარკირება თუ გამოჩნდა ნიშნავს რომ მას მეურვეჯი შეუძლია მოვიდა. ან თუ გაუკეთა სხვაგან ვერ მივიდა. ხელმოწერა დასტურდება ეს ადამიანი საჭირო უბაზე ისევე როგორც დასტურდება ეს ამოჩენილს არასდროს საშუალებას მეურვეჯი მივიდეს. მაშინ აბსოლუტურად ადამიანი უბაზე არ მივიდეს მეორე. არა, ეს ვერ მივა. როგორ მივიდა მარკირებული ადამიანი? მოვიდა ვერ მიცა. ხო, მივიდა. იმასაც შეიძლება ეს ადამიანი. შეიძლება ბევრი შეიძლება კონდეს, მაგრამ ვერ მივა ფიზიკურად მარკირება აქვს ეთები. ანუ კომისიასთან უბრალოდ ეგ არის საკითხი, ძალიან ნაცნობია ჩვენ კომისიის წევრებისთვის. ეხლა თუ გემა რაიმეს თუ გაამართებთ ან რაიმეს ისე რაიმეს ისე მე მაინც შენიანი. უყურე როგორი თემა? ხო, მინდა რომ შესაძლებელი რომ არის ეს არ არის ისეთი პრობლემა. ამიტომ შენიანზე გქვა, ვიცი? იმიტომ რომ როგორი თემა ისე არის თემები, რადგან შენ თვითონ გვეთაქვე, მაგრამ არ აფიქსირებ. ჩვენ ზოგადად გიგებული. გადაგებო მაშინ იგივე ხო აქ არ არის დადება ფიზიკურად კი ასანამატურად დაწერილია და ეს დავდე ეკოლოგიის შემდეგ ჩვენ დავდებაში ასაკობრივი ეს შემოწმება შემდეგ იგივე ზუსტად დაწინ შემდეგ საჩივარი არის დინო გავხვა თავისუფლად დავდე მოსმოცა მეტექსმედე უმაღლე ნაბაჭირები გავისაბარებთ ეს არის სოციალური გარემო წარმომადგენელი. დეიცე ეწერა სოციალური გარემო. მოთხოვნა არის მოთხოვნა შესაბამისი რეაგირება. ანუ არა, მაშინაც ეს მინდა პერსონალური ინფორმაციებთან დაკავშირებით ეს კონკრეტაცია ჩვენი არ არის, მაგრამ მაინც მოსული. ხო, ანუ ამ ფაქტის კონცენტრაცია ვიდეო გაგიკეთებინა, ეს ალბათ შენიშნის მიუხედავად ახორციელებდა ტელეფონში ქონდა ელექტრონული სია და ვინც შემოდიოდა არ ვიცი წიჭკავდა ან აპიუქსებდა ვინ მოვიდა ვინ არა. ანუ ინფორმაციას აგროვებდა და გადასცემდა. რაც არის გადასცემდა. კანონდარღვევა. კი, კანონდარღვევა არის თუკი გეტახმები, მაგრამ ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია, იმიტომ რომ შესაბამისად ის სამსახური გვაქვს ამასთან დაკავშირებით. აგიხსნით რატო დაიწერა ეს საჩივარი. ოლქში რომ უბანზე რომ რეაგირება აქ დავწერეთ რომ დაირექტორ კომისიის თავმჯდომარის ასასეთ და აღეკვეთათ ეს ეგ გასაგებია და ასასეთის ზონას მოიგეს თქო. ეხლა ვამბობ რომ ეს არარელევანტულია. ეს ის ხო ანუ მოვხსნით ხო ამ ნაწილს, იმიტომ რომ ფიზიკურად რა უნდა ვაკეთოთ. ხო, არ არის ეს კაპიტული დამკვირვებელი იყო და კომისიის ანუ შეგვიძლია ეს ვერ მიცავ. ორი ვარიანტია, შეგვიძლია ჩვენ ვარიუდით და სამწერ მოსწონს ერთ. ანუ თუნდაც დაპოვოთ შეგვიძლია. ანუ მე უბრალოდ ანუ თქვენ არ გაქვთ იმის შესაძლებლობა რომ არა, ეგ ამ დღეს უნდა გავაკეთოთ. დღეს უკვე აღარაფერი მაგრამ ამ შეგვიძლია მოსწონს. გავაზო. ან ჩვენ განსხვავებულად დავდოთ, იმიტომ რომ ჩვენ კომპეტენციას არ აქვს. ზოგიერთ მე არ მოგწონთ. გასაგებია.
სტატისტიკაში მეცავა. ისე ბატონობის საჩივარია, შემდეგი საჩივარი ეხება 70 მაშინ დავაყავ ადამიანები რა. საკითხი კი ბატონო. შემდეგი საჩივარი არის ბატონობის ბახალეს 73 უბანზე. აქ არის საუბარი შემდეგზე, რომ ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელმა წვასება გაწევა საჩივარი საჩივარი 100 მეტრის რადიუსის კაპიტალის სასაჯულოდ პიტარის მიერ აგიტაციისა და ამოწურებაების კონტროლის თავდაცვა. ავტომატურად აღიარება, ზოგიერთი ამ ფაქტზე აქტიობებთან შემდეგ პარტიის ახალი წარმომადგენელმა თამდა ბერზის სიტუაციაზე დაკავებული მიუახლოვდა ამის და გადაუღოთ ამის შემდეგ მასზე განახორციელეს დინამიკი და მიაყენეს შორება. ანუ ჩვენ აკაც გვაქვს ორმაგი მოთხოვნა ასე თქვა დისციპლინური კომისიის მოთხოვნა რა არის? კომისიის გამგემარის სახელზე გაატაროს დისციპლინის და ადმინისტრაციული და დავაზუსტებთ არა ეს საერთოდ არ არის კომისიის კომპეტენცია. არა, პირველი ნაწილი არ არის. 100 მეტრის რადიუსში როცა აღნიშნულია ფაქტობრივად არ ეს ფაქტი აქვს. ეხლა რა იყო რაში იყო ესე იგი იყო რამოდენიმე კუნთ მაგალითი რომელიც კუნთის შესაძლებლად და ესე იგი ატარებდა აგიტაციას ამის შესახებ სხვა დამკვირვებელმა კომისიის თავმჯდომარის აცნობა თქვენ კომისია არ არის გასაგებია იმის არებთან აი ერთი მანდილის თემა ჩვენ ხო ვკითხულობთ სადაც ჩვენ ხო ვკითხულობთ კონსტიტუციის არის შესაძლებელი გასაგების კომპეტენცია და ეს რატო არ დაურეკეთ და უცებ მომხდარებოდა ეს თავდადებული შეშლებული არა ეს ბატონმა შეშლებული იმათო კომისიის თავმჯდომარე ამ შემთხვევაში ხო კომისიის თავმჯდომარის პირდაპირ ვალდებულებაა კოდექსით, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება. ამოჩვევის გარეთ შეიძლება ეს კონფლიქტა იმას გავაგზავნე პარლამენტში ნაწილს იმ იმას უსაფრთხოებას რაღაც ვერ იყო. კარგი ეხლა მოგწევთ იმ მოძებნია რომ უსაფრთხოების გარეთ არა უგულის რამდენად გარეთ იყო მაინტერესებს. ხო შენობაში ანუ ხო შევდოთ მაგალითად არის ბაღის შენობა. არა ეს როგორი არა არის რომ გალო შენით ერთდებოდა. ანუ სენჩის შენობაში მოშა სენჩის შენობის სიკეთეები იმართება. შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაგეგმოს მომიგვარება. გასაგებია ეს იყო ფაქტი. იმიტომ რომ ადმინისტრაციული ჯარიმაცა მოიწოდე ამას. იმათოში ჩვენ მოვთხოვთ თავმჯდომარის პასუხისმგებლად თქვენი პროგრამა გადაწყვეტოთ. ჩვენ ძალიანაც რომ მოვიდოვოთ ამის გაკეთება ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. იმიტომ რომ ეს ჩვენი კომპეტენციებში არ შედის. მინდა გითხრათ რომ მარტივად იყო ეგეთი ფაქტები ეხლა მე ტელევიზიითაც უყურებდი 100 მეტრი 50 მეტრი რაღაცები მანქანები ეხება ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის ეს არის შესაბამისი უცხოების კომპეტენცია და უარს კი უნდა დავაგებინოთ საკუთი იგივენაირად შეიძლება იმიტომ რომ ჩვენ კომპეტენციას სერტიფიკატი უყურებთ კი ყველა სამეთერე შენამდე არ არის საჭირო ლაურით და სამეთერე ვიცვა ხოლმე შემდეგი საჭირო ძალოვანია მოგამოწევს და ეს ნაციონალური საბატონ მეტეო ასადის გილის საჭირო შეიძლება სამეთეობასთან უბრალოდ ამშინაცხები საუნდ საათის კომისიის მეტეო დოასაათი გამოსვლა და ამოწევები რომელსაც ელმოა შენობა შემოსვლა და აღიარება გაიხსნა უბანი მოთხოვნა არის დისციპლინური დაწესება ალგორითმი კომისიის წევრების მიერ ანუ ვამა რომელი უბანი მეცხრამეტე უბანი ანუ აქ მარტივად რომ გაეყვანებს რომ ეს არაფერი დავაგებინოთ აქ არის საუბარი იმაზე რომ 20 ან 7 წუთის დაგვიანებით
მისთვის უხეში ამ შეშუძე გაიხსნა უმან პირველი ამბავი. საჭირო სამშობლო ყავს რა? არ არის კაპიტალიზაცია. კი, ახაც არის საუბარი მასთან დაკავშირებით, რომ იმადობლებს წერია რომ ვაზე, მაგრამ ეგ არ არის პრობლემა რამდენიმე თვით დაგგანება ეს უზებულები ცოტა კარტულებულია ეხა ჩვეულებრივ მას დაკავშირებით არის COVID რეგულაციები ცოტა სხვანაირად პირველად იყო რაღაცები და ჩვენც ხშირად ვატარებთ რამოდენიმე წუთი ასად აწევა ზუსტად ესეთი რაფია დიდი პრობლემას ქმნის ეხლა რა თქმა უნდა ვერ მოასწრებ შეიძლება ა კომპეტენციის ფაქტები არის და ესები ყოველი სახა ერთი საფიوازه მეორე საფიوازه კოდექსში ეხლა ბატონო კოდექსი საცენიო მასაძი არ ახლა ნემიმიტით არა პირველი მამოჩეულო არა ბატონო და ემიმიტით მაშინ არა უმანი კი არა გასწრებულო მუშაობს ხა გასწრა შემოყვანა პირველი მამოჩეულო მაგრამ ამიტომ რა ხუთი წუთი მოხდება რა პრობლემები გახდა იმიტომაც არა არა ეს ფაქტია არასასწრებოდი ერთი წუთი მათი მაგალითები, რომ ეს არ არის აუცილებელი დოგმა, რომ ზუსტად ვაზონდებს პირველ ამოჩვენო, ბევრი მიმოასწრები, როდესაც შეიძლება 8 საათის შემდეგ ცოტა დაგვერდება. თუნდაც მაგალითად შეიძლება ამე პრობლემა. აი, მომისმინე, ერთ რაღაცას მომისმინე, ცოტა ასეულიც რა. ან დააგვენა კომისიის წევრმა, არ არის პრობლემა. უბას ევალება, რომ დაიყო საუკეთესო კომისიაში. ოქვა მიიღო შესაბამისი, არა, მარტო რაღაცას გეტყვი. იყო შესაბამისი ზომები და შეიძლება ოქვა უზრუნველყო სამკომისიის წევრების მოყვანა შესაბამისი პრობლემის შემდეგ დაიწყო პროცესი. არა, ეს მარტი მაგალითს გეუბნები, რომ ამ დროს დაიწყება დაკავებისათვის ბინა ეს პროცედურები. და შეიძლება წლის საწარმოზე გაგო. ამ ეს დაკავება შეიძლება გამოცხადდეს როგორც ეს. არა, ეს სხვა დისციპლინას უზრუნველყოფა მის გამიან, მაგრამ ამ გვანზე რაფერია ხდება, იმიტომ რომ შეიძლება ეს პროცესი დაიწყოს წლის საწარმოზე. ამ როცა დასრულდება იმედი. როცა და სამწუხაროდ სხვათა მაგრამ აქ მოვარი ერთი რა საჩივარში რა წერია εκεί 8 საათი და 00 8 საათი და 00 ეს არ იყო გახსნა ხარჯია წლის საკრებაში რა წლის ერთ წუთი გახსნა იყო წლის წუთი აღნიშნული აქვს კოდექსი წერილები 8 საათი უნდა თვითმიზანი არ არის, რომ ვიღაცა საუბრება და გამოუცხადა საფადური არ ჩამოვაწყდა თეთრად. ამაც ახლა პირველივე ის კომისიის გასწავლა ამის ფეროს მეთოდეს პრევენციული ხასიათი. კი, ან მიზეზი რა ხო, პრევენციული ხასიათი მეთოდეს აღნიშნა ყველა რომ გვაქვს მეორე ან ყველა ხალხომარი. ამას შორის თუნდაც კომისიის წევრები ოპოზიციიდან, პოზიციიდან მნიშვნელობა რა ზოგადად უნდა იყოს თორში რომ. ლაშა ეს მიზეზი მოდა ამათანები რეალური ინტეგრაცია სადარეს ეს. შემოწუჩეთ მე და თუნდაც და ამას. კი მარტო მაგ კომისია. ანუ ვიდით ხოლმე რაღაც კანონი რომელიც კანონში გაწევრია. ხო, არა, ვიდით, სწორად ვიდით და როგორ გეუბნებით, რომ ვიდით ეს არ არის დარღვევა, ან ეს ასე იმის, მაგრამ რაღაცა ჩვენ არგუმენტირებულად გეუბნებით, მე ამ კანონს მე მაგრამ აი თუ არ მოსულა რაღაცის არ დაკმაყოფილება, თუნდაც ეხლა რო აუგმენტირებ, არ მოსულა, ეხლა რატო არ მოსულა, ამან მაგრამ რაღაცა არ მithmans არ მოსულა, არ მისმენია, დაგლობარა გომესი გადაგიო არ ხან მიუდგე ერთგვაროვნად ყველა საკითხს არ ყველა საკითხს მაგრამ არ მოსულათი პარტია არა არ მოსულა კანონი კონკრეტულად არ მოსულა აშხამდომარადი არ უცია კანონი თერაპიულად განსხვავდება რაღაცები არის რაღაცები ხო
არის რაღაცები ცოტა რომელიც არ არის გრაფიკულად განსაზღვრული და ცოტა სხვანაირად. იმ კანონის გარდა რაც პროცესია. არსებობს 1000 რა. დადგენილებები, სახელმძღვანელოები, რომელიც კანონი მოგებულა. ხო, ახლა ზოგადად უკან გაიცნოს რომ სახელმძღვანელოები ამორჩევნა ხდება. ეს შვიცოზე ასაკი პრობლემა. აი მიშასაც ვაკლებთ და ვასაძე უნდა იყოს უბანი. ხო, უბანი უნდა იყოს ასე ყველა მოუსმინეთ, შეიძლება. აშა. ისახელებ და აშა. არა, მოხსენით და ისე ყველა ადამიანი რომელიც ეხა მეტად ოფის წევრებს ვსაუბრობთ ვიშავნეთ თუ დაამონდეთ ეხა არ არის მობიელი კონკრეტულად კომისიის წევრებმა როცა კონკრეტულ რაღაც გადასხმასთან არის საუბარი ხო ვიშა ეხა ამას ამბობს როგორც ადამიანი რომელიც თავის დროზე იყო ტრენერი და რომელიც ასწავლიდა ასევე კომისიის წევრებს როგორ უნდა ემუშაოთ და ახლოა ეს სიტუაცია მისთვის ხო ამაში გადასახდეთ რომ მასაც უნდა გაიგო მაგრამ ვის ის 3 წუთზე მოვიდა ვერ გამომჩვენებთ ეს 6 წუთზე არა იქნება კონკრეტული მილიონი რამ შეიძლება ასასრულო ესე რამაც შეიძლება 5 წუთი 7 წუთი დიდებული იყო და გამოიძახეთ და მოწმე გამოდადებული იყო და თქვენი არც ერთი არ მოვიდა არც მოვიდა ახლა მოწმე ამის გამშვიდობება თქვენახლა თქვენ გოზურთ მოვეფანა და აბარებული იყო და არ მოვიდა ესეა მოსის სახელი და გვარი არა ტელეფონი არ წერია და რამე ხარ მომიქავა მოდამია სახში და დაურეკე კარბონადიას ვაცნობე საკიურის ავტორსა თვითონ და არა საჩული გაწონა მიყვარს არა კანონი COVID-19 დაკავშირებული რეგულაციების გამო შესვლის დროს დამლაგებელი იწყებს გადაწმენდას დასუფთავებას და ანტისეპტიკური ხსნარების გამჟღავნებას. აი ზუსტად იმ მომენტში 8 საათზე რაღაც წუთები ვაკდება, მეუღლეები ყველა გაფრთხილებული ხავდა და გადაწმინდეთ ყველაფერი და მომსვლელი არ დაზიანდეს თქვენგან. ამიტომ ხსნარები ხდება დამжღავნება ყველა. ხო შეიძლება ეს მიზეზი არ თქმა უნდა მაგრამ ხარიშხალია დაარქილეთ ხო მაგრამ მეორე საერთოდ მას ასე დაყვანა მოჩ ამას არ გააქვეყნა შენიშნებით გეუბნები პრევენციული ეს პრევენციული მასალა ჩაუშვებს ხარი შვიცარზე ხადებიან და დავასრულებ კენჭისყრით ეს იქ პროცედურები გაქვს 1 საათიანი მონაკვეთი და 8 საათზე გახსნა ლუბანი არ გეუბნებით მოხსენი რაღაც შეიცამის ამის არაფერი არ მოხდარა არაფერი არ მოხდა არ გაგვრელი გაიხსნა ხო ანუ აქ საჭირო საფრთხის ამას პრევენციული საკონდომის ეს მართლაც ლოგიკურია ეხლა უბრალოდ როიზოდე მაშინ ინფორმაციების ამას ყველაზე უნებიან და ვიდაცებია ანუ მაგარი საფრთხე ყველა ვარიანტი უნდა მოახერხოს თუ მას არის იქ რა ყოველ მიზეზზე შეიძლება რამოდენიმე წუთი გადავიდოს ამაზე სპარტემა მესმის შემიტემა ესეც აკვალიცინებული იქნება კიდევ ერთხელ როგორც სპასაკეთებდი ამაზე გავამაკვირდები მაგრამ იყო ამონები გასაგები ეხლა დავაბაშოთ შეიძლება ამასთან დაკავშირებით მას ლაშას არ აქვს დიდი პრეტენზია მას აკავშირებით ამაზე ამას პრევენციული ხასიათი და მარკალია ამაზე ძროხი მასუზულობა ესაკეთებს
ყველა ხუთივე ადამიანს ვიწერებს ჩატარებს იქნება გაფრთხილებული რომ ეს სამსახური განსაკუთრებით მიაქციო ყურადღება. ისე ძალიან ისტორიული მეცნიერებია. პირველად არის ეგეთი ტიპის შეფორმა, რომელსაც მთლიანად ამ შემდეგი საჩივარია სამართლიანი არჩევნების საჩივარი შეხედვა მეშვიდეობა შინაარსი ახლა ჩემი რეგისტრატორმა შირადა შესწავლის სამ ამორჩევებს სამართლიანი არჩევნების საჩივარი მეშვიდეობა რეგისტრატორმა მიდანდა შესწავლის სამ ამორჩევებს წელი მოაწერა რეგისტრატორის გრაფაში ხოლო ეს ამორჩევა და თავის გრაფაში თუმცა რეგისტრატორს გამოსავალებელია და შემდგომ მისმა ჩამოყალიბება რეგისტრატორმა თეა გოგოაძე მოაწერა ხელი სამომავლობის გრაფად არჩა ცარიელი. მხოლოდ მოახდინა კომისიის დამკვირვებლად დილის წინა პასუხისმგებლობა კომისიის წევრებს მირანდა გოგიიდзе სავარაუდოდ და თეა გოგოც ალბათ ისინი დააწყეს ისინი პასუხისმგებლობა. ნება საჭირო სამწუხარო დავადები დავიმართოს საჭირო ზარტოს ხოლმე იქნება დავადები ცოტა ჩემთვის გავდევარია რამადო მაგას ერთმანეთით ნამდვილად გავდევარი იმიტომ რომ ძალიან ახლოსული არის, იმიტომ რომ რამოდენიმე ხუბისვეთ ვისაუბრებთ. მათემატიკო არსი გაინტერესებდათ მე მგონი და მოკლედ იმიტომ არის შინაარსი გაუგებარი და არცი რომ რამოდენიმე დარღვევას უნდა ადგილი და შინაარსობრივად ჩვენთვისაც ძალიან რთული იყო გასაგებად, როდესაც მივიღეთ ამოვლინას ინფორმაცია დარღვევასთან დაკავშირებით. ანუ საუბარია იმაზე, რომ სამ ამორჩეველის გრაფაში ხელმოწერა იყო გამორჩენილი. შემდეგ ერთ-ერთი რეგისტრატორის ნაცვლად მეორე მარგადა მოაწერა გამორჩენილ გრაფაში ხელი და ანუ შეავსო ასე ხელმოწერის სიცარიელე. ანუ ორი დარღვევა იკვეთება. ამორჩეველის ხელმოწერის გამორჩენა და მეორე შემთხვევა, როდესაც სხვა რეგისტრატორმა გამორჩენილ გრაფაში მოაწერა ხელი. აქედან გამომდინარე, ორივე რეგისტრატორთან მიმართებაში გვაქვს მოთხოვნა დისციპლინური პასუხისმგებლობის და ასევე თავმჯდომარის და მდივნის მიმართ. ვიცით, რომ მუხლის 65-ის მიხედვით კეთილმოწყობის პროცედურა B პუნქტი ითვალისწინებს იმას, რომ ამორჩეველს ხელი უნდა მოაწერინონ ამორჩეველთა ერთ-ერთ სიაში და ასევე ხელმოწერის ბიულეტენის მიღება უნდა დაცემა უნდა დაადასტუროს რეგისტრატორმა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში დარღვეულია ეს კონკრეტული მუხლის ეს ნორმა. მოცემულ შემთხვევაში ფაქტს ადასტურებს ჩემი დამკვირვებელი, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, ეს არ არის მობილური ჯგუფის მიერ დაფიქსირებული. გამტკიცებულებები იქნებ მითხრათ ბატონო სულიკო, რომელს გაეცანით, ვინც წარმოგიდგინათ საჩივრების განხილვის დროს დღეს. დამისახელეთ ერთი მაგალითი, ვის მტკიცებულებას გაეცანით. მტკიცებულება არის ჩემი დამკვირვებლის მიერ დაფიქსირებული დარღვევა, რომელმაც დააფიქსირა, რომ სამი გრაფა იყო ცარიელი, გამოტოვებული ამორჩეველის ხელმოუწერელი და შემდეგ ერთ-ერთ გრაფაში ერთ-ერთი რეგისტრატორის ნაცვლად მეორე რეგისტრატორმა მოაწერა ხელი, ანუ შეავსო ასე ვთქვათ სიცარიელი.
სამლოცო ფაქტია რომ იყო გამორჩა რომ მოყვა ფაქტი რომ სულსანდრას მომაწერა არა ხო ეგრე ახლა გამარჯობა არის ხო კი დავასრულებინო ანუ უვაზი შემიძლია ის ფაქტი ნამდვილად საინტერესოა სხვა რეგისტრატორმა ჩქნებურად აძგა და მოაწერა ის რომ გამორჩა ის ხება შეიძლება ხომ ეს ყველა საინტერესოა რეგისტრატორი მეორე მისვლა ხდება ხო აი ეგ ახლა კრიმინალისტია როგორ დავადგინო ის მან მოაწერა ეხლა ნახე თავბატონი მათონდა გვეუბნება რომ ვიცითო და იცითო ჯერა რა თქმა უნდა ნამდვილად მე ეჭვს ვერ შევიწარ რა თქმა უნდა ეჭვს არ ვეპარება რომ იქნებოდა მაგრამ ასე თავმჯდომარე გვეუბნება რომ არ დამინახავს ანუ ვერ ადასტურებს ვერც ერთს და ვერც მეორეს კი როგორ უნდა მოვიცოდეთ ჩვენ იცით სია დაუყურია და სიას მეცოდაა და უკვე დაიწერა ახლა განმარტება გამორჩენილ ხელწერა. 1 საათი წერება საჩივარი. რატომ რამდენზე დაიწერა? 3-ზე დაიწერა? 3-ზე გახსნა. საჭიროება არ არსებობდა. რატომ? თუ მანამდე დაკარგული გაგები დავაძუს სპეციალ ახოთ ანუ სამი ამოწევის ხელმოწერა არის გამორჩენილი რეგისტრატორის გრაფაში. შემდეგ ერთ-ერთმა ამოწევილმა მოაწერა ანუ რეგისტრატორის გრაფაში მოჩანს და რეგისტრატორმა მერე აინაცვლა და სხვა რეგისტრატორმა მოაწერა მერე იმ წინა რეგისტრატორის გრაფაში. ანუ სრულიად აიხლა ანუ რეგისტრატორები დროებით იყვნენ ჩანაცვლებულები და ჩანაცვლებულმა მოაწერა წინა რეგისტრატორის ნაცვლად გამოჩენის ფაქტს ადასტურებ ჩემი ადგილზე მყოფით ამ და მეორე ფაქტთან დაკავშირებით ჰქონდა თქვენი ეჭვები მეორე ფაქტთან დაკავშირებით წინა ფაქტთან დაკავშირებით ჰქონდა ეჭვები და დაადასტურა ნამდვილად რომ ფაქტს ჰქონდა ადგილი და არა როგორ მეტება მე თუ შეგვიძლია ხელი მოაწერა თუ იყო ჩანაცვლებული რეგისტრატორს ამიშოლა ხელი მოაწერა თუ რა იმას როგორ არის როგორ არის ჩანაცვლებული რომელი იყო მაგალითად ვერ აღებინო მე რომელსაც ამიშოლა რომელსაც ხელი მოაწერა თუ რა იმას აღებინო კი გავაკეთე ეხა მარტივი თემა თუ შეიძლება ორგანიზაციას გავაკეთეს მაინც ის საუბარი ხოლმე იურისტებს ცოტა ამის შემდეგ განმარტებებთან თუ მაგალითად რომ საუბარი მასალაშია. ეხლა უბრალოდ გამარტო ორგანიზაცია შეიძლება გავყოთ ერთი ნაწილი რომ გამოჩა პირველ ეპიზოდში. თქვა როგორც ამბობს ლეიქის ამიფარება ერთი ციტირებაში ჩვენი სამალი ვიტყვით ეს ნახევარზე მეტი კაბოტური გამოსავალი ჩემი კოპის სტუდენტები არიან და მათი ეჭვი ამიფარება რომ ისინი სინცერა დაშუალებით თანგან მოყოლებას. მესის მაგრამ ინსტანციები ჩვენ გავიარეთ რომ მართლა შეიძლება ეს გამოჩის შემოწერა და ეგ ისეთი თემა რომელზეც ვისაუბრებთ. ხო? ეხლა რაც შეეხება ფაქტს ნომერ 2-ს. აი მან სპეციალურად მოაწერა ხელი, მოაწერა არ მოაწერა ვერცებს გადასწრებდა და ვერც უარდა. ფიზიკურად შეუძლებელი ამის დადგენა. რომს აი სასწაულიც მოხდეს და სიას რომ კონდეს, რომელ ამორჩელებდა საუბარი და რომელ ფერმოსა რომელსა ამას ფიზიკურად ეხა აი საფრაოს რომ გაუგზავნოთ ჩვენ CMB ის ისევე გაარდეს ის ინსტიტუტს ის რეგისტრატორის და ინსტიტუტს თუ არა, ხო? ამიტომ ეს ფიზიკურად შეუძლებელი ამის დადგენა. ეს ის თუ მოაწერა და ამას ფიზიკურად ვერ გავაკეთო. გამოდისკული. ამიტომ მინდა დავაყენოთ ეს საერთოდ ფორმულირება არ დასწრებულა. ან საერთოდ საფუძვლებს არსებობს გამო, კი. მაგრამ ვერ დავაყენოთ. ფიზიკურად ვერ გავაკეთო. თუ შეიძლება. კი, შეიძლება ორი ადამიანი, რამდენი? კი, ასეთი ორი არის. შემდეგი საჩუარი ეხება ესე ორა. შემდეგი საჩუარი უბრალოდ წარმოდგენილია. კაცრავად. შემდეგი საჩუარი წარმოდგენილია ისე შემდეგი საჩუარი წარმოდგენილია ესე
საჩივრების განხილვა გრძელდება, ეს ბათუმის საავტო კომისია, ჩვენ ავცოთ მოგეძოთ ინფორმაციას, როგორ დაასრულება საჩივრების განხილვა. ეწვია ჩვენს ვებგვერდებს ბათუმალები ჯირანად გაზეთი ჯირო მიიღოთ განახლებული და საანდო ინფორმაცია, მადლობა ყურადღებისთვის.